გიორგი ჩაკვეტაძე დგას ზემოთ მოვიდა აი ვაუ მოხვალ ჩვენთან არა არ მოდის მაშინა გადაიღეთ ჩქარა მოახვედრეთ კაცში სამაგერო ჩვენთან მოდის აბარა აი ხედავ ეგოზე ხო ვილაპარაკეთ რა იყო ეხლა ეს უბრალოდ ხუმრობა იყო ეხლა სეზონით არა ვიდეთე მალე ვიღაცას უნდა შველა აბადელი დელა შოთურამე დაგიჭირდა ონდელია შენ აღახალის ვიც მე მეგონე დაშოს აღარ მოხვიდე ავადესოს შენ აღახალის ვიც მე მეგონე დახოს ადამობე არასდროს შენ აღახალის ვიც მე მეგონე დაშოს აღარ მოხვიდე არასდროს შენ აღახალის ვიც მე მეგონე დახოს ადამობე არასდროს გიწინა მერედა თუ იცი რა მოხდება ეხლა არ ვიცი ამის მოყოლა უნდა მოყვა ყველაფერი ეს არის თავისუფლება მიახლოვით როგორი ისტორია იცი სადღაც გავიგე TikTok-ზე სადღაც იყო ზარი რა გოგო ურეკავს მამამის ეუბნება რომ გეხვეწები აქედან წამიყვანო და რატო წაგეყვანოდო ვიღაცა ბიჭთან დავრჩიო ვიღაცა ბიჭი მოეწონა და ქონდა გაფუჭებული ტუალეტი ხო არ ვიცოდი რა მექნაო და იქვე იყო კატის რა ქვია მაგას ხო ტუალეტი კატის ტუალეტი და მოკლედ აი უცბად ვერ მოვიფიქრე და ნუ იქ კატის ტუალეტში ხო და ვიფიქრე რომ კატას დავაბრალებო და ის ტიპი გამოვიდა და თქვა რომ კატა მკვდარია ეგრე შენ აწითლებ სულ შენი კრეტინიზმით თამაშობს არა წეგანთან როგორ დაიწყო რა თან დღეს ხო გავიცა ეს შორიდან ხო ვიცოდა დაჯდა აქ და რაღაცა დაიწყო ლაპარაკი და აი ორ წამში გაუფუჭა ყველაფერი არა იმიტომ რომ აი ისეთი ის თქვა რა ზემოდან ყოველი ნაბიჯის წინ ზემოდან რამაჭი ყვაზე ჩამწახი რანა გავიხარ просто მაპატიეთ რა მეგობრები მართლა ეგრეა ეცი რა არის ნუ კაი მაღაზიაშიც რო შედიხარ აი მაიკას რო ყიდულობ ეს არ იყიდო ნუ კი იმას ცოტა მანიაკის გამოხედვა აქვს ამას შეხედე ვერ ვიკავებ გაიხედე კამერაში გაიხედე მანიაკის თვალები რას ვერ იკავებ მანიაკის გამოხედვა სხვათა შორის ხო დოსტოევსკის გამ თმით ისიც მანიაკი იყო თმის სვენილი თმით უბრალოდ გაიხედე კამერაში და რა იქნება ჩიტი გამოხმება გაუცენი მე ვარ ჩმორი რატო რატო ვარ იცი ჩმორი ხარ მაშინ როცა აზიურ რესტორანში მიდიხარ და გეუბნებიან რომ ცხარე გინდა და შენ რა კი ცხარე მინდა უნდა უთხრა არ მინდა ცხარე დღეს ვიბანავე დილით დავიბანე თავი როგორც იქნა ველოდით ამას რატო იბანავე უთხარი მაყურებელს რომ ჩემთან მოდიოდი გადაცემაში რა ბაზარია მოვედი მივედი აილანდურში და მეკითხებიან ცხარეო და რა თქმა უნდა და ისეთი ცხარე მოვიდა რომ დავსველდი ვერ შემჭამე და ჩამოვედი ანუ ჩამომეჭამა ვერ შემჭამე და ჩამოვედი სუსველია ხალხო მე რამდენიმე ქრისტი დამწერეს გრიგოლ ვაშაძის ახალგაზრდობა ხარო რა ესე ო მართლა რუსი შანშა გრიგოლ ვაშაძე რამდენიმე თვეს წინ ამის მაგის მერე სულ მაგას გეძა ეს გრიგოლ ვაშაძე ხო გას აი ახალგაზრდობა აი ახალგაზრდა სტუდენტი გრიგოლ ამის მერე ხო ვიფიქრია პრეზიდენტობის ვერაფერით უკან ვეღარ გამოხვალ იმ პოზიციიდან სულ გრიგოლ ვაშაძე გეგონა ერთხელ მივედი ტიპებთან სულ სუპერში ჩაბარეთ ციყვი არა ციყვი დიდებული ჩემი ძმა არის ეხლა დასავლეთ საქართველოს ამაგრებს იქამდე ემიგრაციაში იყო და ეხლა დასავლეთ საქართველოს ამაგრებს ხო და ერთხელ იყო მეტად ციყვი მივედით ვაჟაზე ვიღებდით ხოლმე ხშირად და იქ ადამიანები უკვე მიშეული იყვნენ რაღაც კომანდა იყო რომელიც თუ მაგათ აბირჟავებდა ეზოსთან იქ მივიდოდი რაღაცას ვეთყოდით ისინიც გამოგველაპარაკებოდნენ და ეს შედგებოდა ხოლმე ხუმრობა ერთხელაც მივედი რაღაც ისულელეს ვეუბნები და ეს ხალხი უკვე დამოღამებული მყავს რა ვიცი ვინც არიან უფროსი ასაკის ხალხი არიან და ისინი ძალიან ხალისობდნენ რომ გაუვლიდით ხოლმე რაღაც ვეყოდი გიპასუხეთ ერთხელაც მივედი და აუ რაღაც დებილეს ვეუბნები მე შემიძლია ჰაშა ავხტე გავიყვანძო არ დავეშვა რაღაც დებილობას ვეუბნები რა
შემომხედეს და ხო ნიკა ხო ვა არ მიჯიგრე არა სულ გეჯიგრებოდნენ რა და ბიჭო არაფერს აი სერიოზულად არიან რა კიდე რა დგანან რა ესეთ კიდე მივედი და აх მეთქი რაღაცა ეხლა რაღაცას ვიზავიზო ხო ნიკა აი ხო რავი ეხლა გვაპატიე რა ეხლა ვერ ვიხუმრებთ რა ხო იცი სულ თქვენთან ვართ და გვიყვარს თქვენი ხუმრობა მაგრამ ეხლა ვერ ვიხუმრებთ აი მეზობელმა თავი მოიკლა რა და შემოვტრიალდი და ზარი ადამიანი აგდია მათ შუაში თურმე 5 წუთის წინ კაცი გადმოხდა და თავი მოიკლა და ესენი ადგანან და ელოდებიან სასტრაფო როდის მოვა ხო მითხა ისტორიას მომიყევი და ეს გამახსენდა ეს მაიცა რავი არსად არ მომიყოლია ეს გამახსენდა და რა მოჭრის პირდაპირ ეთერი ხო და ბიჭო მეც დავიბერი რა უნდა ვქნა თან ისიც არ მინდა ხუმრობა რომ გავაფუჭო აუ რაღაცა ვაგე ის ადამიანი ქვემოთ იყო კარგი მეთქი წამოვედი დავტოვია და ეხლა გვაპატიო აი ესეთი ამბავი გვაქო რა ხო მართლა და რომ მოვედი მაქარაში ციყვი მეკითხება რა ქენი ბიჭო რა გამოვიდა შეჭება გვამი აგდია მეთქი შეხედე ნამუსი არა გვაქვს აუ ნახე სმარამო დინოზავრების შემოსება რა ქვია იმ ფილმს იურული პარკის პერიოდი დინოზავრებზე არ არის აბა რაზეა მითხარ მაგაზე არის მაგრამ მულტფილმია აბა ფილმი რა ბიჭობა გადალაპარაკო ეგ შეიძლება რომ გითხრათ ფილმი არც ეგ არა ფილმი რო ათვა მულტფილმი უნდა მითხრათ აი სხვა ეს ამას ვერ მიხსნით რავი ეგ არის დრო არ გვაქვს დინოზავრი არ არის არის მაგრამ ფილმს რა ქვია ხო უნდა თქვა იურული პარკის პერიოდი არა რა ფილმია ხარ გამოდი გოძილა სხვანაირად უნდა გააკეთო აბა რანაირად უნდა გავაკეთო გოძილა უნდა გააკეთო ეს მიკეთე რა მისველ მისდევ რომ შეჭამო შენგან გველი ენა იცი საშინელი რაღაცების თქმა და ისე მშლი ხოლმე რომ ხალხოდ ტირილს მირჩევნია რომ ავდგე და გავიდე ანუ რა გითხარი გველური ანუ სულელურ თამაშზე ნერვები რომ მოგეშალა სულელური თამაში სულელური თამაშის დროს პრობლემა ნერვები რომ გეშლება და არ საკუთარ დას გადაცემა ბოლო გადაცემა უნდა ჩაუშალო იმიტომ რომ აიხაც იგივე საკეთებ მე ვაკეთებ არ მისმენ იმაზრზე ხარ არა ეხლა კიდე იმაზრზე ხარ ანუ იმაზრზე ვარ დამნაშავე არ ხარ შენ მე აბსოლუტურად კიდე იმაზრზე ხარ დამნაშავე არ ხარ შენ აი ხა თუ გაჩუმდები და მომისმენ მიგახვედრებ ანუ იგივე საკეთებ არ მაცდი ლაპარაკს და შენ გონია შენი თავი ყოველთვის მართალი საშინელი ენა გაქვს და ანუ რა გიცაშინელებები რაც მითხარი ეხა შენ ჩემზე კარგად გახსოვ რა გითხარი ეხლავე აიღო თქვი აი რა გითხარი შენ იუმორი არ კონდე და შენ იმრებლობაზე ლაპარაკო და შენ არ გამდე ხალხში რო იცი ხოლმე ეს შეურაცხყოფის მოყენება ეგეც არ არის სწორი ანუ უსკა ეხა გეყოფა გეხვეწები აი რა შეურაცხყოფა მოგაყენებ ანუ ეხა არ მინდა ხალხში აქ რა შეურაცხყოფა მიხდა მიხდება ეხა ვიდა შევარნაძე დაპატიჟეს უნივერსიტეტში პირველ კურსში. არის ეს შეხვედრა ჩაწერილი სხვათა შორის საზოგადოებრივ მაუწყებელს აქვს. შევარნაძე დაპატიჟეს უნივერსიტეტში და ვიღაც სტუდენტები უნდა დაესწრონ ამ შეხვედრას და რექტორატმა არჩე და მათ შორის პრეზიდენტი და ნუ ეს ალბათ რაღაცა. ლოიალური ამ კაცის ადმი და მიმიყვანეს ამ შეხვედრაზე. და ვიჯექი ჩემს ერთი ბიჭი იჯდა, ასევე ჩემი კურსელი, მაგრამ აქეთ-იქით ორი ჩემი სტუდენტი თანაკურსელი გოგო იჯდა და ეს შეხვედრა მიდის. ფორმატი არის ასეთი, რომ ვიღაცები კითხვას სვამენ, ან ლაპარაკობენ, აზრს გამოთქვამენ და ბოლოს შევარნაძემ უნდა უპასუხოს რაღაც ინტერვალების მერე, რამდენჯერმე. და ნუ ახლა რაღაცი თავის გამოჩენა მინდა ამბიციური ადამიანებად ამ გოგოებს ვეუბნები, ეხლა მე გავალ მეთქე ძალიან მაგარ რაღაცას ვეთქვი, მეთქე ეგეც ვერავინ ვერ გაბედას. და რაღაც უთხარი რაც ვთქვი. არა მაგას ვერ იზამ ვერაფრით. ხა წარმოუდგენელია ეგ. არა ვიზამ მეთქი და მოვითხოვე სიტყვა ავწიე და კი ბატონო გამედი. ვეუბნები შევარნაძეს რომ ალბათ ნებისმიერ ქვეყანაში მეთქი ნებისმიერი ადამიანი იამაყებდა რომ პრეზიდენტის სტიპენდიანტი ქვია და მე მწხვენია მეთქი რომ თქვენ სტიპენდიანტი ვარ მეთქი. და იქ ძალიან დიდი ტაში და პირიქით. ბევრი ოპოზიციურად განწყობილი იყო რომ შენ რა მაგარი ხარ, გმირი ხარ, ასე შემდეგ და ჩემი ეგო დავიკმაყოფილი. ჩემი აზრით ძალიან არასწორად მოვიქეც. იმიტომ რომ ადამიანს არ უნდა ახასიათებდეს ეს ეპატაჟური ამბები ჩემი გადასახედიდან და მაინც არა მერეც დიდი ხანი ეს სახელი გამყვა როგორც ძალიან თქვა ესეთი მამაცი ადამიანი. ეს უთხარი და დავჯექი.
და მოვიდა შევარდნაძის პასუხების დრო. სახეზე აშკარად გაწითლდა, არ ესე ან რატო უნდა გახარებოდა და ვიღაცებს უპასუხა და რაც შეეხება იმ ბიჭს, ცოტა ხანი დაფიქრდა და გამოიხედა და მოგიმატე, ბაბუ, მოგიმატე. ვაუ! შენ აუწიე. მოიცადე. არა, რა ამას აჩვენებ? სოფლის კვერცხი! სოფლის კვერცხი! სოფლის კვერცხი! და მართალი ვარ ხო? ესლი შეცდომა მოხდა ძაათი. დავაი. ერთ-ერთი, ყველას ერთი გვაქვს. ანუ ყველაფერი გავუკეთე ჩამოვაცი. და დაწავაკითხე. პირველი პაიმანი. პირველი ძალიან მოსახერხებლად გავაკეთეთ ჩვენი პირველი პაიმანი და ჩვენი ხორციელების დღე ერთ-ეგივე თარიღია. მომიყევი რა პირველი პაიმანი? გეზარება? არა. მიდი რა. მე ინტერესია. აი ხა მომიყევი შენი პირველი პაიმანი და მე გადავიდეთ ჩემი პირველი პაიმანი იყო 13 საათი. 13 საათი? რას აკეთებდით? Upsi, dupsi. No. არა. უბრალოდ შევხვდით დილას საუზმეზე და მე აღარ გვინდოდა არავის წასვლა. კაი რა. ხო და ეგრე სტრადაში ვიყავით და ჯერ საუზმე იყო რაღაც ვლაპარაკობთ აი ერთ წერტილში იყავით, ერთ ლოკაციაზე იყავით 13 საათი. დიახ. და მის შემდეგ ვართ ერთად. მის შემდეგ უკვე რამდენი 13 საათია ერთად ხართ? ბევრი 13-ზე მეტი. არა, მე ჯერ არ მომბეზრდა ჩემი მეუღლე, არ ვიცი, მე ძალიან მომწონს ხო. ჯერ არ მომბეზრდა ჩემი მეუღლეო. პატარა ვიყავი მაშინ და რაღაცა ქუჩაში გზაზე მივდივარ. ქუჩაში მივდივარ და დავინახე მეორე მხარეს ტროტუარზე დავინახე ერთი ადამიანი, რომელმაც ძალიან მიიპყრო ჩემი ყურადღება და ვუყურებ ამ ადამიანს მივდივარ. აი კონტაქტში ცდილობდი შეცდომა. აი კონტაქტში და თან ცოტა მიყურებს და მეც აქედან რა თქმა უნდა არ ვზოგავ რუსკა, არ ვზოგავ. როგორც აკეთებ გაკეთე? ჩემო კარგო. არ ვზოგავ და ბოლომდე. ბოლომდე და ამ დროს აი მივდივარ იქ რაღაცა აი კონტაქტი იქ რაღაცა სიგნალს მაძლევს მე აქედან ვაძლევ ის უფრო მაძლევს მეც ვაძლევ და ბუმ ვეჯახები პირდაპირ სტოლება როგორ არის ქართულად არ ვიცი კომენტარებში დაწერეთ და ბოძი მართალი აი ბოძს როგორ შევასწრიცი რა აი დროს და დავარდი და ისე შემრცხვა რომ ეგ იყო რომ აი მიწა გამსკდომოდა მინდოდა მაგრამ შუბლი გამისკდა პირდაპირ მნიშვნელობით ბავშვობაში იყავი ძალიან მახინჯი ბავშვობით და ღმერთო რო დაიბადე ისეთი მახინჯი იყავი რომ მოგიყვანეს მეთქი გაიტანეთ გრენლანდია რას გავს ეს ბავშვი რაღაცა საშინელება თმიანი და გაუბეს შმიანი ეხაც ვარ დედა სადა გაქვს რამდენი თმები მაქვს რა ვიცი ხა ყოველ შემთხვევაში ხო და მე ნელ-ნელა რომ გაიზარდე სულ თვით კრიტიკული იყავი და იმდენი გაძახეთ რომ ლამაზი ხარ რომ მე მგონი ჩაგიჯდა ეს სად ჩამიჯდა სად გაიგე ჩემგან სიტყვა ლამაზი არა ხა ლამაზი არა მაგრამ რას ეძახიან ეხა ეშხიანი რა სიტყვა ეშხიტყობა შენგან მაქვს გამოყოლილი მე ლამაზი ვარ შენ ლამაზი ხარ დაგავიწყდა შენ ბოდიში არა თქვენ შემოვიყანეთ თუ შეიძლება ეხლა როგორ ხედავ ხალხო ესე მობრძანდა მეუღლე ამ ხსიდა ალექსანდრას სიგრძის ყვავილები მოიტანეს შეხეთ ვაუ ეს ვიდათო გადაცემას დიდი მადლობა რა კარგი მადლობა დათუჩა დათუჩას ეძახი ხო რა ვქნა სხვა გზას არ მიტოვებს და კაი ეხა როგორ მაინტერესებს რა ეს გადაცემა მორჩება და შენ კიდე უნდა შემომხედო თვალებში გიხურე შემომხედოთ ორივე მიდი გააკეთე რო დგება ხალხო ყველაფერს რო ძალიან ისე უდგება დედა გატრიალდი არ უნდა უხო მომშენი არ დაგავიწყდეს გააკეთე და პასუხისგებლობით რო უდგება მაინც ხო ნერვია შევა რომ მაინც აკეთეს პასუხისგებლობით მიდი ხო მოცნა slow-mo ამას ვერ გავაკეთებ ამაზე უკვე. ჩემი ნიჭერი გოგო. ცხენზე ჯირითი? გუშინ ვიჯირით ეს ფოთაშორის. ფოთაშორის კარგად ჯირითო. კარგად ჯირითო პრამიშას. კარგით? ნახოთ შემდეგი რა არის. დაიწყოს. მორჩა კინო. უნდა მეჩვენებინე შენ. კი. პარაგლაიდინგი?
საქანელაზე. მე რომ ვიყო დამპალი ადამიანი, დამპალი ადამიანი. საქანელაზე გავქანდი. იმენა თქვენად ვიყავი პირველ პაემანზე რომ შევხვდით ერთმანეთს. და რომ ემშვიდობებოდით. აიო, რუსთაველზე ვართ და აქაც ხონასთეოთ რა და აიო, ამ ჩასახლებში ჩემი სახლიო და თურმე ეს ცხოვრობს დაბლა შალხიდან და მე რუსთაველზე ჩასახლებში რომ მითხრა, კარგი მაშინ ახამდის მეთქი რა, რომ ვიფიქრე რომ არ ეგონოს რა ის სახლი, ანუ უხერხული სარ შექმნა და დავემშვიდობე და ამას ვფიქრია რომ შუა ქუჩაში რატომ მიმატოვა? შუა ქუჩაში მიმატოვა. ოკეი, ბაი, გადავკოცა და 2 წამში გაქრა იქიდან. არის ჩემი საყვარელი შეკითხვა, სამი ცხოველის ხმა უნდა გამოსცე. ბე. კიდე ერთი. მე. აუ, ეს მომეწონა. ფისუნია ხარ ჩვეულები. ფისო ვარ ჩვეულები. საცხოვრები ხართ? გოგო. რა გინდა? გოგო, გოგო უნდა იყოს. დათურა ეს მიგონი. თურალი. ეკიტუქი ადამიანი. წლის წინ ერთ-ერთ გადაცემაში თქვი რომ ბასტო არის ყველაზე ინტელექტუალური არსება. იუთუბერი. ბორდერ კოლის მერე ყველაზე მაგარი მე ვარ. საიდან მოიტანე ეს ყველაფერი? კი, შენ თქვი 2 წლის წინ. შენ რა გონია რომ მე მაუმზადებელი დავხდე? 1 წლის წინ თქვი. იცი რა, ეგ ძალიან რთულია რომ შეამჩნიო ამ ადამიანში. ეს ზედაპირულად, მაგრამ სირღვისეულად ურთიერთობიდან გამომდინარე, მე ეგ შენთვისაა ზედაპირი, ანუ ანუ ერთი შეხედვით სულელი ჩანს. მაგრამ ხო, მაგაშუა შეხედვით ნამდვილია, მაგრამ ორი შეხედვით და უფრო მეტი შეხედვით მე იქ რა. საშუალო IQ-ს ხალხი ერთმანეთს ესაუბრება, ეს არის საინტერესო განძი იმალება ამ ადამიანში, რომელიც ესე ზედაპირზე რთულია. ხო და რა განძია ჯერ შეგიძლია დროს იგი ფარია შარვალი და იმის უკან განძიას და ეხლა მან თქვა დედასპეცაო. ანუ 2 წლისი რა თქვი? წვილივით რატო ელაპარაკე? უკან მიმაქვს. უკან მიგაკ ხო ისეთ სულელი და საკმარისია. რა უნდა გავაკეთოთ ახლა? რუსკას უნდა რა თმა მიამსგავსოს თავის თავს. მიდი. გამჩერჩე ცოტათი. აი. აი ძალიან რომ მიყვარხარ. მაგისი ბრალია. ხედავ რამ ეს? ვერა. კაი არა უშო. დათხა თქვი რამე. მიდი. ჩაკმიჩე. ვერ ჩაკმიჩე. მიდი. აჰა. აუ, გავგიჟდები ახლა ხალხო. მე მომი. ბეგი. ეგ გაკეთებული. მიდი, გააკეთე. გოუთი ხა? არ. კარგად გავუხსენდი, აჰა. კარგად გააკეთე. ოღონდ ორჯერ. სიტყვებით არა. ოღონდ ორჯერ. ხმახო გაიგე. ხმა ვერ ამოვაღებინე და ეხლა სადაც ჩუმად უნდა იყოს ლაპარაკობ. გააკეთე, ხმით გააკეთე, აჰა. ხმით. გავაკეთე. კიდე ერთხელ გააკეთე. ანუ ხმა ხო გაიგე ძმა. ხმა ვერ გავიგე. რუსკა ხო ესე გაწყობს რომ ვერ გავიგე ხმა. ვერ გავიგე. ხო. თქვი რა არის? და? რა არის? ეგ თხა არის. არა, კიდე არსებობს რაღაცების გავხსნი. ეგეთი აქვს ძმა ხო. თხარი ბა. ცხარი. ხო. ბეკეკა, კარგი. ბეკეკო. დახუჭე თვალები. ეს რა იყო? გავპარსე ძმა. ხვარი. ჰეითერებზე მაინტერესებს როგორ რეაგირებ. რის ეთერი? ჰეითერებზე. აუ. თავიდან ჩამაგდო საწოლად ერთი. კაროჩე მე დავიწყე. საწოლად ჩაგაგდო, მიდი რა. მე დავიწყე. დაიწყე. მოიცა ინერვიულე ჰეითერებზე? არა, ნახე რაღაცა გადავიღეთ ცოცხალი ლეგენდებიდან, რაღაცა მანამდე ხა ისეთი არ მოდიოდა რა უსაშველოებზე უკითხავ რაღაცა. ხო, არ მოდიოდა ძალიან. ანუ ესე რომ ვიღაცეებმა რაღაც კომენტარებში ძალიან ვიღაცა იძინება, ვიღაცა ის, მაგრამ ეს რაღაცა გადავიღეთ და ის ანუ ეთყობა ეს რაღაცა ბალახთან დაკავშირდა, ეს რეკლამა პლუს რაღაცა დინებები, შმინები რაღაცა არ ვიცი. ვის გაუკვირდა დინებები ოღონდ საქართველოს? კომენტარები ვნახე, რუსიკო. რუსიკო კომენტარები ვნახე, კიდევ გავი, აი. რუსიკო. ბიჭო, საიდან მოგდით?
ეს აზრები გენაცვალოთ ჩემი თავი, მაგრამ უკვე რეაქცია აღარ აქვს და ეხა ნახე რა მოხდა. ეს ხო წავიკითხე და გავნადგურდი რა, რომ ეს კაი აღარ ლამაზი ჩაგეშო. თელი ცხოვრება ყველას უყვარდი. რატო? აი ვიდ რატო მაგ თან ბიჭო და მე უხერხულება ისე მაგინებენ რომ აი გარჩე და აუ თან მეშინია. როგორ დაგცილის შეხება. ვინმე რამე არ ჩააკითხოს დედა. ძალიან მაუხერხულა. ეს მე პირველი ნერვი. ძალიან უხერხულად ვარ და ურეკავ თედოს, რომ მეთქი თედო. აი. მოსაც მაგრა ახლა. ოღონდ ურეკა ერთადერთი კაცია ვისაც მაგ თემაში ჩვენ გვაქვს ჩასმილი ყველაფერი და ბაზრობთ რა, რაც არის ჭეშმარიტება და ტუალეტიდან ლაპარაკობთ. ვითხოვდი რა ჩვენი წვერო ორივე უნიტაზი თედოს და აი ხო. ზემური საუბარი პირდაპირ უნიტაზი. აი ესევზი. აი ეს ურეკავ და პროსტ აი რო შევხედე ტელეფონს, ეგრევე ხელი ჩამოუშვა და არა უშავ, შეჩემა რა. ის ისე დღეში იყო. მეთქი შენ ძმობას მიცავ, მაგას არ აქვს. ეგ ბიჭო ყველა ბევრი ეგ. ეგრევე მანდ გავიჩით, ოღონდ მართლა რა, აი ესე ურეკავ და რო მეთქი ამას. ეს იყო რაც გაფიქრე. ვამუნათებდა, იყო ჩემი მოფიქრებოდა პასუხისგებლობა. აუ შენ ქონდა სანერვო. აი, ჩემი ყველაზე დიდი სიყვარული იყო ჩემი მეორე მეუღლე. მეორე? მეორე. პირველი არ მინდოდა ძალით გამაყოლენ და დამტოვენ მე ჩემმა მშობლებმა. და რომ ჩამოვედი ჩემმა მეუღლემ, ბავშვიანი ქალი მომიყვანა ცოლად. ეხა მაშინ ეგეთი რაღაცა ქორწილით ბავშვიანი ქალი უკვე განათხოვესი არ მოყავდათ, მაგრამ აი კაცი ვით დადგა და კვეჭი და მიდგა და კარგი ოჯახი მქონდა ნამდვილად, ლამაზი და მშვენიერი. და სად არის ახლა, რა მოხდა? ნუ მე დაინგრა ეს ოჯახი. რატო დაინგრა? ნუ ეხა როგორ წხდება ხოლმე, რაღაცა იქით, რაღაცა იმან ნერვი მომიშალა, მე ნერვი არ მეყო, იმას ის არ ეყვადა და დავხოძეთ ერთმანეთი ბოლოს მივხვდით. რომ ის თავის გზაზე მე ჩემ გზაზე. ღალაც ხო არ ქონდა ადგილი? ქონდა. სერიალს ვიღებ. სერიალს ვიღებ ვამპირებზე. რატო არ თამაშობ შენ სერიალში? იმიტომ რომ მეგონა რომ უფასოდ არ დამტახდებოდი, წეღარ მეჩხუბებოდა რომ როგორ გაბედეო და არ დამიძახეოდა. რა ქვია სერიალს? წოველები. მიკრები დიუცები ეს სისხლის წოველებზეა საუბარი. თქვა მან და ჭიქას ხელი მოკიდა. ესე ქვია. გაუმარჯოს, რა ვიცი, ძალიან დიდი მედი მაქვს რომ მადლობა, რაც აუდა თქვა მადლობა. არ მინდა რომ მოვკვდეთ. არც მე არ მინდა რომ მოვკვდეთ. არ მოვკვდეთ რა. არ მინდა. არ მინდა. ოღონდ აი ის წარა მუდმივობაც არ მინდა, მაგრამ ეგეც მაშინებს. ეგეც მაშინებს. ეგეც მაშინებს. მაგრამ მაინც არ მინდა. მუდმივობა მირჩევნი, ყველა რომ მუდმივობა მოათვიყო. მე რა მგონია იცი? ეხლა ნახე რა შტერობას ვიტყვი, მე მზად, ეხლა ნახე რა მაქსიმალურად კრეტინობას გავაკეთებ და მე მგონია რაღაც რამდენიმე წლის მერე მოიგონებენ ისეთ უჯრედს და ანამოლეკულას, რომელსაც შევიხვანთ და განაახლებს ეს ორგანიზმს. პროცესი დაიძრება. მაგის მჯერა მეც. მარტო მე და შეგჭირ. აი მაგის მჯერა მეც. და ბავშვობაში ბევრ რაღაცაზე ვფიქრობდი, სხვა რას გამოვიდა? ბევრ რაღაც არ გამოსულა. მართლა აი რაზე ფიქრობდი? YouTube-ში ვარ, ხო? YouTube-ში ვარ, შემილია რაღაცების თქმა. YouTube-ში ვარ და შემილია რაღაცები. ყველაფრის თქმა შეგიძლია. ტრაკი. აი იმპოტენციაზე ვფიქრობ. იმპოტენციაზე ფიქრობდი? აი ბავშვობაში მეგონა რომ მაშინ ხო გავიგე რომ არსებობს იმპოტენცია და ძალიან შემეშინდა რა რომ ოდესღაც შეიძლება მეც დამემართოს ასაკში რომ შევალო რაღაცნაირად მეთქი ეხა რომელი წელია 97 ომი ახალი დამთავრებულია ესენი მეუთხარი მე რომ მაგასაკში შევალთქო ხო ისეთ რაღაცას მოიგონებენ და ვერაფერი ისეთი ვერ მოიგონეს სულ ვიაგრას ხო არ დალევ კაცო რა დროს შევიეგარი? არა, მე ხა მე მომავალზე ნერვიულობ. შენ მომავალს მოიცა მიდივართ კიდეც. მაგრამ აქამდე იმის მერე გავიდა რამდენი 20 წელი 20 არა 20 კაცო 30 წელი გავიდა და როგორ რაღაცა მეგონა, იცი? დილით და საღამოს დალევთ ჩაის და სულ კარგად იქნება. სულ ყველაფერი. ჩვენ სიდგებით ფეხზე და ყველაფერი ფეხზე იქნება. ხტები ხო? მაგი მინდოდა მე და. აჰა. აი Ага. სადაშორის ჩვენ ხას გავხარ. ვისა? ჩვენ ხას. ოღონდ კარგი გაგებით რა თქმა უნდა. ხო, საყვარელია და იმიტომ ადარე ხიარულია ჩვენი თხა და სულ დაკონტროლშობს და ხტის. და მაკვანში.
ახლა უფრო. სამი რამ რასაც არასდროს გააკეთებ ბანაობისას. ბანაობისას არასდროს არ გავაკეთებ იმას, რომ უბრალოდ მოვიჯიჯგნი ზურგს, არასდროს არ წავისვამ რაღაცა დამპალ მალამოს, რომელიც ჩემგანისთვის არ არის განკუთვნილი და არასდროს არ ვიმღერებ ჩემი სულის კურნავი და მალამოს. სამი სიტყვა, რომლითაც საკუთარ თავს აღწერდი. ლამაზი მშვენიერი და უბრალო სიტყვაა. სამი უშვერი სიტყვა. უშვერი სიტყვა. მოშები გინდა? სამი უშვერი სიტყვა. მოგიტყან, ბავშვები არიან, გააშებო არიან, ბავშვები და ბავშვები ახლა სამი უშვერი სიტყვა. ის კაცის, ის ქალის და ის. ღმერთო მიშველე. მიდი. მომსახურების საფასური. არ მესმე. მომსახურების არ შედა. ფულის მანქანა. მომსახურების საფასური. მოუსვლელი. არა. მომსახურების საფასური. სამ შაბათი. მუცელია მტკივდა ამას. მომსახურების საფასური. სამსახურ. მიახვე. მოფსა სამსახურში. მოფსა სამსახურში. მოფსა. არა, უფრო გააგრძელე. მომსახურების. არა, ხე. მომსახურების საფასური. მომსახურების საფასური. საფასური. ხო. სიცხის საზომი. სიცხის საზომი. კეჩუპი? ეს მაგარია მაგაში. სიცხის საზომი. სიცხის საზომი. ჯისის საშრობი. სიცხის, ჩემი საყვარელი სტუმრები ხართ სამუდამოდ. სიცხის საზომი. სიცხის საჯდომი, საზომი. სიცხის შulis საშომეს მესმის ეხლა იმენა. აი მაგრამ ვიცი რომ ეგ არის იქნება, მაგრამ ეგ არის. ყველაზე უხერხულ სიტუაციაში რა შემოვხდა რა? ჩემ მე მიყვარს უხერხული სიტუაციების შექმნა სხვათა შორის. ანუ რას ნიშნავს ეს? საკუთარი თავისთვის თუ სხვისთვის? სხვისთვის რა თქმა უნდა. მე ვერ მაგდებ ჯერჯერობით უხერხულ სიტუაციაში. არ ვცდილობ ალბათ. რატო? საკმარისად. არ ინდომებ. შეცადე, კაცი ინდომებ, ხო. ინდომე, რატო არ ინდომებ? რა? თვალებში რატო არ მიყურებ? კით უყურებდი სხვა? ეხლა ხომ მიყურებდი თვალებში. ეხლა რაღაცო აღარ მიყურებ. ვერ გიყურებს. ვერ გისწორებ რა? იქით რაბინიზის და მიმიზი გაიმო. ბადგას. ეს იცი ვინ არის? ია ფარულავას ხვარი. მატპატი ახლა გიტარისტი. რავო? იყოს ვინც უნდა ის კაცო. მივესალმებით ბატონ ტარიელ სუარს. გამარჯობა. გამარჯობა. რა კარგად გამოიყურებით. აქედან შემოვხდე. რა, კაცი შემოვჩნი. აი, აქედან დაზუმე, გადაუღე. მაგადა შენმა ენაგრძელობამ რა მოგიტანა. სუდი არაფერი არ მეთქოს, მე რაბინი მეთქო. სამი რამ რასაც უცხო ხალხში არასოდეს გააკეთებ. არ მოვიფხან ტრაკოს, არ გამოვიქეკავ ცხვირს და არ მოვიქეკავ ყურს. სამი რამ რაც გიხდება. პომადა, ღიმილი და ბედნიერება. სამი სიმღერა, რომელშიც ნახსენებია სიტყვა ქალი. ქალს მშვენი ერქანს. მეორე. ქალავშენი სილამაზე არ ვისარშია რომ ქალს ერთი უნდა უყვარდეს. კარგად გააკეთე. კიდე გინდა? გჭირდება დახმარება? კი, არ მეყო, მიდი რანი ხო. მოიცა კიდე ერთხელ. მაკაი, რა გეხვეწები დამიკუჭოთ. მიდი ერთი დახმარ. მიდი გამიკეთე. გამოვიდა. გააკეთე ხა. აი ხა 4 გავხიე, ნახე? ეხლა 4-ის ნახევს გავხებ შუაზე, უყურე? ეხლა უყურე? მე 4 ეწყობ, უყურე? ეხა ეს. რა? იპოვე რაღაცა არის. აჰა, აი ეს იყოს, მოდი. ეგ მიკროფონთან ახლოს გააკეთე. მიკროფონთან ახლოს. ამის ხმა ეხა როგორ უნდა გამოსცე შეჭმა? ამის ხმა რო გამოსცე. ახლოს ხარ? ახლოს ეგ არის. ეგ არის. არ დაგჭირდება თქვენ ელვა შესაკრავი, ისე კარგად აკეთებ ყველაფერს. ეხა ჩემი ჯერია. შენი ჯერია, ეს რა?
უფრო თხელი თონთლო მინდა. აი ახლა რას ვაკეთებთ და თქვენ რაღაცა მიყურებთ კიდევ? აი ჯერ მე რას ვაკეთებ, მე თქვენ რაღაცა მიყურებთ, გეწევით ეს მითხარით.